ბრალდებების მოხსნასთან ერთად მალე შესაძლოა ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტპატიმრის სტატუსიც მიანიჭონ. მზადდება ახალი სია იმ მსჯავრდებულების, რომლებიც პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბოლო დადგენილებაში ვერ მოხვდნენ. ოქრუაშვილთან ერთად პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პატიმართა ჩამონათვალში მოხვედრაზე კიდევ 80-მდე პირი აცხადებს პრეტენზიას. სპეციალურმა კომისიამ კიდევ ერთი პოლიტიკურ დევნილთა სიაც უნდა შეადგინოს. კომისიის წევრები კონკრეტული საქმეების განხილვას 14 იანვრიდან დაიწყებენ. თაია მახარაშვილი გაგაცნობთ იმ პატიმრებისა და ქვეყნიდან წასული ცნობილი პირების გვარებს, რომლებსაც დევნილის ან პოლიტპატიმრის სტატუსი უნდათ. ირაკლი ოქრუაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვისთვისაც პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების საკითხზე პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა საქმეების შემსწავლელი კომისია იმსჯელებს. ყოფილი თავდაცვის მინისტრი კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დევნილთა სიიდან 5 დეკემბერს იმ მოტივით ამოიღო, რომ ის უკვე აღარ იმყოფებოდა პოლიტიკურ ემიგრაციაში. ამჟამად ოქრუაშვილი პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. პოლიტპატიმრის სტატუსი თუ ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს, ის უნდა მიიღოს. როგორ გამოიყენებს ამას ირაკლი ოქრუაშვილი, მანამდე მოესწრება თუ არა, ეს არის დროის საქმე და მისი პირადი უფლება. ხონიცით რომ მისი დევნა, პოლიტიკური დევნა ხდებოდა წინა ხელისუფლების მხრიდან და დღეს უკვე არის შეცვლილი ხელისუფლება, ალბათ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, როგორ და რატომ უნდა იქნეს მიჩნეული ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმრად. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური რეალობა შეიცვალა, პოლიტდევნილის სტატუსით თხოვენ იგორ გიორგაძე, ვანო ჩხარტიშვილი, მამუკა ნიკოლეიშვილი, გოჩა ძასოხოვი, ლევან მამალაძე და ემზარ კვიციანიც. შეკითხვაზე უნდა მიენიჭოთ თუ არა სტატუსი იმ პირებს, რომელთა მიმართ პოლიტიკური დევნა შეწყვეტილია, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ საპარლამენტო კომისია ყველა საქმეს განიხილავს, თუმცა სტატუსს მხოლოდ ნაწილი მიიღებს. აპირებ, რომ სწორედ ყურადღებით და გულისხმენად იყოს ყველა შესწავლილი ყველა განცხადება, მაგრამ როგორი იქნება გადაწყვეტილება, ამას წინსწრებად ვერ გეტყვით. თუმცა ყველა ის ადამიანი, ვინც იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში და ეს განხორციელდა უკანონოდ, ბუნებრივია მათი უფლებების აღდგენა უნდა მოხდეს. პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას სიფრთხილეს არჩევს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ამ სტატუსს ყველა არ იმსახურებს. წულუკიანი მაგალითად ლევან პირველს ასახელებს. წინა სიაში იყო ლევან პირველი, რომელიც აღარ იყო, შემდეგ და არც უნდა ყოფილიყო, არ შეიძლება ლევან პირველის მსგავსი ადამიანების მიმართ საერთოდ პოლიტიკური დევნილი გამოიყენოს ვინმე სიტყვა. ეს მაგალითი იმისთვის მომყავს, რომ არ შეიძლება რომელიმე სიაში ფიგურირებს ეს ადამიანები, რომელთა მიმართებაშიც საზოგადოებას აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ არ შეიძლება იყოს პოლიტიკური დევნილი ან პატიმარი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სტატუსის მინიჭებას საჭიროდ მხოლოდ იმ პატიმრებისთვის მიიჩნევს, რომელთა საქმეების გადახედვის სხვა სამართლებრივი მექანიზმები არ არსებობს. ვერ ხვდებით აი ასეთი პირებისთვის, ვის მიმართაც ჯერ არ აღძრულა საქმე საერთოდ, ან აღძრულია და მიმდინარეა და არ დამთავრებულა პროცესი, რატომ იხილავს ეს კომისია ამ საკითხს? და შეიძლება რომ უკვე შეცვლილი გარემოების ვითარებაში სამართლიანმა სასამართლომ და ობიექტურმა და მიუკერძოებელმა საგამოძიებო ორგანოებმა გამოიზიონეს საქმე და შესაბამისი წარმოება ჩაატარა. პოლიტიკური ნიშნით დევნილთა და დაპატიმრებულთა საქმეების შემსწავლელებმა საპარლამენტო კომისიამ 5 დეკემბერს სტატუსი 190 პატიმარს და 25 დევნილს მიანიჭა. 14 იანვრიდან კომისია კიდევ 80-მდე საქმეს განიხილავს.